2023. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მათი თქმით გამჭვირვალობისკენ იყო მიმართული. თუმცა კანონპროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის მძიმე შეზღუდვების დაწესებას და მათ უცხოელ აგენტებად სტიგმატიზირებას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპაში პარტნიორების გაფრთხილებებისა და პროტესტის ტალღის შემდეგ მთავრობამ პროექტი უკან იწვია, თუმცა 2024 წლის აპრილში ხელახლა წარადგინა. ამჯერად მასობრივი პროტესტის, პრეზიდენტის ვეტოს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დამატებითი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი დაამტკიცა. დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. ეს კანონპროექტი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს. ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში. პატივსცემთ მათ უფლებებს და მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციას. ეს მომავალი საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის ჩარჩოს ქმნის. მოუთმენლად ველი მის მიღებას და იმედი მაქვს, რომ მას ექნება სასურველი ეფექტი, რათა საქართველოს მოსახლეობას აჩვენოს, რომ კონგრესი ყურადღებით აკვირდება საქართველოს. ამერიკის შეერთებული შტატების ზრუნავს თქვენზე და გსურს ევროპასა და ნატოში თქვენი მომავალი ვუზრუნველყოთ. 500 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავის მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს, კერძოდ გადასცეს პორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს. ეს არასწორი მიმართულებით შემუშავებული კანონპროექტია. კოლეგებმა ამას მხარი არ უნდა დაუჭირონ. არ გვჭირდება ყველა იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც გვიწვევენ და ასევე არც დამატებითი კონფლიქტების ძებნა გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ქართველ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ ევროპის თავდაცვის მიმართ აღებული ჩვენი ვალდებულების გაფართოების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთისგან საკუთარი თავის დაცვა და ისინი მუშუპუს 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვას, რაც ნატოში გაწევრიანებისათვის მინიმუმს წარმოადგენს. მათ ვერ დაადანაშაულებ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად გერმანიაც არ ხარჯავს მინიმუმს. მათი ეკონომიკა არც ისე დიდია, ამიტომ მაშინაც კი თუ ისინი მეც დახარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს. ფიქრობ, ეს საშინელი იდეაა. საქართველოს ნატოს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობით ცნობილია. საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი ქართული ოცნების პარტიის ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს. ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას თავაზობს, როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ კურსს. კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოვოს. ეს კანონპროექტი ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს.